ჩვენს ტრასაზე ასეთი არ ავისხავს. ასეთი თურქეთშიც არ ავისხავს. მართლა? გილოცავ. ხო, მაგრამ აქ ვერ დავტოვებთ. ომერთან უნდა დავმალოთ. ილიას, უგან დაუბრუნე. სერიოზულად ვამბობ. გეუბნები, დაუბრუნე. ხო, მაგრამ საჩუქარია. საჩუქრის დაბრუნება არ შეიძლება. მომისმინე? ამით ვერ მომატყუებს, მაო. ოსტატი ჩემს სახლშია. ვიდრე ეს აქ იქნება არ მოვა. სკანდალი მოხდება. დეიდა ფათმა დაამტვრევს. ოჯახური ცხოვრების პირველივე დღეს ყველაფერს გააფუჭებ. და არ შემეწოდები. ახალი რძალი კი შემეწოდება. კარგი. 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 ვიდრე ასიე გაიღვიძებს, ომერის სახლში დავმალო. ჯერჯერობით. შემდეგ რამეს მოვიფიქრებ. ახლავე მოვაგვარებ ყველაფერს, რომ მერე ხმაური არ იყოს. ძმაო თახիր. რა? მამა ჩემს დაურეკე. უთხარი რომ დაუბრუნე. სახლში მოვიდეს. ყველაფერი რიგზია. ჩვიანად. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოტოციკლია მსოფლიოში. შენ ერთ სპორტსმენს ასეთი მოტოციკლი შეეფერება. შვიდობაში მოიხმარე. ილიას სინაგურას შენზე ძალიან გაბრაზდი. უხეშად მოგეკეცი. ვიცი რთული პერიოდი გაქვს. ვიცი შეგნებულად არ გაგიცდენია შეხვედრა. შენ მიმართ უფრო ლოიალური უნდა ყოფილიყავი. შესტომის გამოსწორება მინდოდა. გეწყინე რომ ქორწილში მოვედი. საიდან გაიგე რომ აქ ვიქნებოდე? გინდა თქვა რომ მოტოციკლი ეზოში იდგა და არ დაჯექი რომ ყველაზე ახლოს მდებარე ტრეკზე გამოგეცადა? დაუჯერებელია. გმადლობ. ახლა უნდა წავიდე. შემდეგ რუკა შევადგინოთ. კარგი. ორჯიშის გეგმა შეადგინე. კარგი. დავიწყოთ. ჩემი თიამაყებ. აი ნახავ. რა თქმა უნდა. შეხვედრამდე. გაიღვიძე? შენ ფრთხილად შენ იმ ზითვიდან ამოიღე? საყვარელო რა მოხდა? ცუდად გეძინა? შენი აზრით ეს ნორმალურია?
ჰელინი ნორმალური ქალი არ არის. ის ხომ დაპატიჟებულიც არ იყო. მე დამავიწყდა და შეიძლება ბიჭებმა დაპატიჟეს. თან ჩვენთან ასია მიღებული. მოსაწვევს არავინ ელოდება. მაგალითად ჰელინის ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდოდი. ო, ასია. მოსაწვევი არ დამჭირდებოდა. გამოდის რომ ყველაფერი მოვიგონე? ის ქალი შენ მიმართ არაფერს გრძნობს? ასეა? არა, რა თქმა უნდა, არა. წინა კვირას ჩემზე გაბრაზებული იყო. მოტოციკლით წაიყვანა. შემდეგ აღიარა რომ შეცდომა დაუშვა და გადაწყვიტა ქორწილში მოსულიყო რომ ბოდიში მოეხადა. რამდენიმე კვირის წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. მივხვდა რომ შუა გზაზე მიმატოვა და უბრალოდ შერწყვა. მერე დაფიქრდა, თავით შემადგლას წარმოიდგინა და ყველაფერს მიხვდა. ეს როგორ წარმოგიდგენია ილიას? ყველასგან მალულად. გუშინ მამა შენი სახლიდან წავიდა, როგორც კი მოტოციკლი დაინახა. რა შეჯიბრი? ჩვენ ხომ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ. არ ინერვიულა. რამეს მოვიფიქრებ. ჯერ თურქეთის ჩემპიონი უნდა გავხდე. როცა თასს ავიღებ, ჩემზე ყველა აზრს შეიცვლის. ახლა ყველაზე მაგარი რკინის ცხენი მყავს. ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ყველაფერი დროებითია. ძალიან მალე ჩვენი სახლი გვექნება. არ ინერვიულა. შენი მესმის. არ გეგონოს რომ არ მესმის, მაგრამ მორჩი. დაივიწყე. ასია ავჯი. წამოდი, ჭამოთ. ახლა ასია ავჯი ვარ არა? საინტერესოა. თხოვდები და სხვა ადამიანი ხდები. ახლა ჩემი ცოლი ხარ. ასეთი პატარა გოგო როგორ შეიძლება ჩემი ცოლი იყოს? შესთავ შეხედე. თან მამობას აპირებ. ამ ასაკში ორი შვილი მეყოლება. შენ კი ოჯახის უფროსი იქნები. სულელი გონი ვარ ოსმან. გონია დავიჯერებ. შენი ტელეფონიდან ვიღაც ადნანს დაურეკე და ჩემს ხვირწინ იმ ქალის ტელეფონმა დარეკა. რა ზღაპრებს მიყვები? რა ხდება? მომისმინე იფიქ. კიდევ ერთხელ გიხსნი. მართლა ადნანის ნომერია. ხო, მერტო ჩემო ქალბატონ აიჩას ჩანთაში ადნანის ტელეფონმა დარეკა. ვინ ადნანი ოსმან, ვინ ადნანი? რას ბოდავ? რამდენი ადნანი ყავს? ადნანი რომელიც სასტუმროში მუშაობს, ის ადნანია. თან მეკითხება კიდეც. ის ხომ ჩემი საუკეთესო კლიენტია? არა? ნახე ვინ მოვიდა. მიდი, მიდი. ნახე, მიდი. ვიღაც მოვიდა. რა გინდა ოსმან? ბატონო ადნან. მოგზანდით. არ არძალო, არ შეგაწუხებთ. მოვედი რომ გამარჯობა ადნან. გაგიმარჯოს მა. მომისმინე, ტელეფონს მოგცემ, მაგრამ შემდეგში როცა გოგონას გაიარშიყები, ჩემი იმედი აღარ კონდეს. ხედავ შენ გამო მე და ჩემაცულმა ვიჩხუბეთ. გონია რომ ჩემსა და მასწავლებელ აიჩას შორის რაღაც ხდება. აიღე შენი ტელეფონი, დონ ჟუანო. აიღე. გმადლობთ მა. ოსმან, ვერაფერი გავიგე. გეფიცები. აგიხსნი. აღმოჩნდა რომ ადნანი აიჩას ერთ-ერთ კოლეგას ხდება. მასთან ტელეფონი დარჩა. გოგო მიფიქრა რომ ქორწილში ნახავდა. ტელეფონი აიჩა მასწავლებლის ჩანთაში ჩადა. მე კი გუშინ გამოვართვი. ადნანი დილითადრე მოვიდა რომ ტელეფონი წაიღოს. სულ ეს არის. მორჩა. გმადლობთ მა, გმადლობ. ოღონდ არავის უთხრათ, კარგი? გოგონა ძალიან მკაცრია. ნეტავ რატომ? იქნებ იმიტომ რომ ცოლიანი კაცი ვარ.